ამ მხარეში არსებობს ადგილები, სადაც ტურისტები ნაკლებად ხვდებიან და არ მხოლოდ ტურისტები, ჩვენც დარწმუნებული ვარ გაგვიგია ამ ადგილების შესახებ, თუმცა რთულად მისასვლელია ნამდვილად და ვინ იმოგზაურებდა ასეთ ადგილებში თუ გამოიცნობთ? ნიკა ლებანიძე. ნიკა ლებანიძე, აბა რთულესი გამოსაცნობი. სიუჟეტებს მე პირადად ძალიან ველოდები, იმიტომ რომ ვიცი თავადაც გიმოგზაურია მასთან. და გამომიცდია ეს ყველაფერი ნიკოსაც, თამთასაც ქონია სხვა შორის შეთ. მე მგონი ყველას გვიმოგზაურია ნიკასთან. კი, მარიამ მართალია. მომდევნო სეზონში ესეც იქნება აუცილებლად და ნამდვილად ძალიან ექსტრემალურია ეს ყველაფერი. მე პირადად რადგან გამომიცდია ჩემი გამოცდილება მალაპარაკებს და ვნახოთ ნამდვილად საოცარი სიუჟეტი გველოდება წინ. ხევში, სტეფანწმინდაში ძალიან ბევრი საინტერესო და ლამაზი ადგილია და როგორც წესი, ხშირად რაღაც ადგილებში ტურისტები და მოგზაურები არ დადიან ხოლმე. შევეცდები განახოთ ისეთი ადგილები, სადაც შეგიძლიათ მარტივად მოხვდეთ და ამავდროულად იყოს ძალიან საინტერესო. ერთ-ერთი არის სწორედ სოფელი ცდო. ეს სოფელი არის დარიალის ხეობის თავში და სტეფანწმინდიდან არის სულ 4-5 კილომეტრი. არის ზღვის დონიდან 1700 მეტრი და აქ შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არქიტექტურა, ასევე ცთოს ციხე და არის რამოდენიმე აკლდამა. ახლა ვიმყოფები სწორედ ცდოს ციხის ერთ-ერთ გალავანში, რომელიც არის შემორჩენილი. გადმოცემით თანახმად აქაურობა მიწისძვრამ დაანგრიაო, თუმცა ნარჩენები მაინც არის და ადრე სოფელი ცდო მთლიანად გალავნის შიგნით იყო. მონღოლები დაუმარცხებიათ ცდოელებს. ისეთი განლაგება აქვს ამ სოფელს, რომ მთლიანად მთელ დარიალის ხეობას გადაყურებს და აკონტროლებს და აქვე გადმოცემის თანახმად არის თათრების სასაფლაო, რომელსაც ცდოელები ასე ეძახიან. წავედით ახლა ჩვენ გაიბოტენში. ამოვედი ახლა არშას ჩანჩქერისკენ, რომელიც აქედან საკმაოდ შორს არის, თუმცა თუ წამოხვალთ სტეფანწმინდაში დასასვენებლად, ძალიან მარტივი მოსახვედრია, აქ სპეციალური ნიშნულებიც არის, რომელიც კარნახობს თუ როგორ მოხვდეთ ჩანჩქერთან. თავისუფლად შეგიძლიათ სტეფანწმინდიდან წამოხვიდეთ და ისე ამოვნოთ აქაურობით. ახლა ჩანჩქერთან ახლოს არ მივალ, დრონს მივაფრენ. ჩემს უკან არშის ციხეა. აქ ასვლა არ არის მარტივი, თუმცა შესაძლებელია და მარშრუტი ჩვეულებრივად დატანილია და როცა აქაურობას მტერი შემოესეოდა, არშის მაცხოვრებლებს სწორედ ამ ციხეზე ადიოდნენ თავის შესაფარებლად. გადავინაცვლებ სოფელ გაიბოტენში, რომელიც ამ ბოლო დროს ჩემი საყვარელი სოფელი გახდა. ეს სოფელი ამჟამად დაცლილია, არავინ არ ცხოვრობს, თუმცა ძალიან საინტერესო არის თავის არქიტექტურითაც და თავის განლაგებითაც და ასევე გირჩევთ ამ სოფელში მოხვედრას. აი, ეს არის სოფელი გაიბოტენი, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ დაცლილია. დასანანია, როდესაც ასეთ სოფელში ცარიელი არის ყველაფერი. ყადისი როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი შენობები და სახლები იდგა თავის დროზე. ეხლაც არის შემორჩენილი ეს ყველაფერი და იმედი მაქვს ადრე თუ გვიან აქაურობა ისევ გაცოცხლდება და ისევ ვისუნთქებს და ისევ იქნება ხმაური ამ სოფელში. აქ მოხვედრაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, ჩვეულებრივად არშას ჩანჩქერიდან შეგიძლიათ უბრალოდ გამოისეირნოთ ფეხით და ამოხვიდეთ ამ სოფელში. მოკლედ, ეს ის ადგილებია, რომელიც როგორც წესი სტეფანწმინდაში დამსვენებელი და ტურისტი ხშირად არ ხვდება და ასე რომ გირჩევთ აქ მოხვიდეთ, როცა დააპირებთ აქ სტეფანწმინდაში წამოსვლას და დასვენებას.